ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამოაზრეზე, ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმა სავარაუდოდ რუსების მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო. შემთხვევის შემდეგ ვოლკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ თავდამსხმელი მას სახლთან დახვდა და დაახლოებით 15-ჯერ ჩაარტყა ჩაქუჩი. ინციდენტს გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მომხდარ შესაბამისი სამსახურები შეაფასებენ და გამოიძიებენ. იმედი მაქვს იპოვიან დამნაშავეებს. პუტინს კი მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი. აქ არავის ეშინია შენი. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ საუბრობს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც ახალ ლიეტუვაში ცხოვრობს. მე სავარაუდოდ რეჟიმის ერთ-ერთი პირდაპირი სამიზნე ვარ. ასე რომ ვერც ლიეტუვაში და ვერც სხვა ქვეყანაში ვერ ვგრძნობ თავს დაცულად. თუმცა ამან არ უნდა შეგვეჩეროს. პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ბელარუსის მოსახლეობაზე. ისინი რეჟიმის პატიმრები, ფაქტობრივად მძევლები არიან.